ეს ამბროსიუს ბოსჰარტ უფროსის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1618 წელს შექმნა. მე-16-მე-17 საუკუნეებში მოღვაწე მხატვარი ამბროსიუს ბოსჰარტი უმეტესად ყვავილებს ხატავდა და სახელიც სწორედ ამგვარი ნატურმორტების ხატვით გაითქვა. ყვავილების ლარნაკში, რომელიც მხატვარმა ფანჯრის რაფაზე გამოსახა, ვხედავთ მიხაკებს, ტიტებს, ვარდებს, ზამბახებს, წყალიკრეფიებს. როგორც ცნობილია ხატვისას, ის დიდ ყურადღებას აქცევდა დეტალებს. დააკვირდით თეთრ ვარდზე გამოსახულ ხოჭოს. ამ არც თუ დიდი ზომის ნამუშევარზე ხედავთ, როგორ კარგად იკითხება ხოჭოს გამოსახულება. ფანჯრის რაფაზე ვხედავთ ნიჟარებს. მხატვარმა კიდევ ერთი მწერი ამ ნიჟარებსა და ლარნაკს შორის გამოსახა. ყურადღებას იქცევს პეიზაჟიც. სარკმლის მიღმა მოჩანს მდინარე, რომელიც ამ შენობის სიახლოვეს მიედინება. ნამუშევარი ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიც ჰეისის მუზეუმშია დაცული.